თუ მუსიკალური ნიჭით ხართ დაჯილდოებული, შეგიძლიათ აერჩიოთ ვაჟა-ფშაველას ნებისმიერი ლექსი და მასზე სიმღერა შექმნათ. შემდეგ კი თქვენი ნაწარმოები კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს მიერ დაკომპლექტებულ ანონიმურ ჟიურის წარუდგინოთ. ამგვარად თქვენ სიმღერის ახალი კონკურსის მონაწილე და შესაძლოა გამარჯვებულიც გახდეთ. ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე იუნესკომ საერთაშორისო მნიშვნელობის თარიღების ნუსხაში შეიტანა. კულტურის სამინისტრო და იუნესკო რამდენიმე ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავს. იუნესკოსთან ერთად კულტურის სამინისტრო გეგმავს გამოსცეს ახალი ფოტოალბომი ვაჟასი, რომელშიც უნიკალური ფოტოები შევა, რომლებიც დამერწმუნეთ ჯერ არ აქვს ფართო მკითხველს ნანახი. ასევე ლიტერატურის ინსტიტუტთან ერთად ჩვენ გამოვცემთ ახალ სამტომეულს. სიახლე ამ გამოცემისა იქნება ის, რომ აქ შევა ბევრი ისეთი ტექსტი, რომელიც საბჭოთა პერიოდში დავუშვათ არ იყო შეტანილი არც ერთ რჩეულში ვაჟა-ფშაველას თხზულებებისა. არ შექონდათ ეს ტექსტები, რა თქმა უნდა, იდეოლოგიური მოსაზრების გამო, თუმცა ეს ტექსტები ამას რასაკვირველია იმსახურებდა. ჩვენ გავასწორებთ ამ ხარვეს. ამ პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვაჟა-ფშაველას ლექსზე გამოცხადებული სიმღერის კონკურსია. მონაწილეობის მიღება ყველამ სურვილს შეუძლია. დამწყები და უკვე კარგად ცნობილი კომპოზიტორები ნაწარმოებს და მათთვის მისაღებ მუსიკალურ ჟანრს თავად შეარჩევენ. ჟიური ანონიმური იქნება. ყველამ დაწეროს, ჩვენ აბსოლუტურად გვინდა რომ ბევრმა ადამიანმა დაწეროს, მაგრამ ჩემი პირადად სურვილია რომ ვიპოვოთ ახალგაზრდა. ძალიან გვაინტერესებს ახალგაზრდები როგორ დაინახავენ ვაჟა-ფშაველას სიმღერაში. არ არიან შეზღუდულები აბსოლუტურად ჟანრში. კარგი სმეც ქართულ საზოგადოებას არაფერს მოუტანს, ძალიან სასიხარულოა რომ ამ ადამიანის, ამ ბუნდერაზე ადამიანის ქართული სულისკვეთებით, ვაჟკაცური ადამიანური სულისკვეთებით გაჟანთილი პოეზია გაცოცხლდება კიდევ ერთხელ. ეს დიდი ხელს შეუწყობს შენი გადაწყვეტილების მიღებას. რომ კიდევ ერთხელ მიუბრუნდე ვაჟა-ფშაველას, კიდევ ერთხელ წაიკითხო სულ სხვა თვალით, სულ სხვა ყურით მოისმინო მისი პოეზია და პოემები, ან მოთხრობები და შეეცადო ის სიღრმეები იპოვა, რომელიც შენ არასოდეს არ დაგჭირვებია მისი წაკითხვის დროს. კომპოზიტორთა წახალისება და საუკეთესო ნაწარმოების გამოვლენაა. გია ნიკოლაძემ კონკურსში მონაწილეობა უკვე გადაწყვიტა და ექსპრომტად მელოდიის შექმნას სცადა. ბუნება და დედამიწა აპრეცებს. ცოცხალი ბუნება. ძირითადი თემა. მე უფრო ეგეთი სტილის ლექსებს დავუწყებ ზებნას. იმიტომ რომ ერთი პატარა მონაკვეთი მაქვს რაღაცა, რომელზეც არის პატარა ფრაზას გეტყვი და აი ამის გარშემო მინდა აეწყოს რა. გადი გამოდი გუთანო, ზურგირო ფრთხილად უფხანო, დედას ჩვენგანაც უთხარო, მოվել ნუღარას წუხარო. საკონკურსო სიმღერის გაგზავნის ბოლო და 1 ივნისია. გამარჯვებულს კი ჟიური თვის ბოლოს გამოავლენს.